დღე-დღეზე რუსები გორიდან უნდა გასულიყვნენ. და იქ ვართ შეკრებილები და ამ დროს ხედავთ, რომ ეს კოლონა დაიძრა. არავინ არაფერს არ გვეუბნებოდა და ცხონებული ჯუღელი იყო მაშინ პოლიციის უფროსი. ეს მოყვებოდა ჯუღელს ჰქონდა შესვლის გამოსვლა ბორისოვს ხდებოდა იქ შედიოდა და მივაწყეთ ახლა ვოვა ერქვა ჯუღელს არ მინდა შემეშალოს გაანათლოს გმერთვა და არაფერი არ ვიცი და მოვდივართ ესე და ამ დროს დათუ კაკაბაძემ დარეკა დირექტორი იყო ქართული სამსახურის რომ რა ხდებაო და მეუთხარი საოცარი სურათია მეთქე ეს გამოვიდა კოლონა და მოდის მეთქი და გზა იქით თბილისისკენ მოდის. ჩვენ ხო არ ვიცით რომ იქით გადაუხვევენ და ახალგორში წავლენ და ისე როგორც რაღაც სამხედროს ცოტა მწოდნე ხვდები რომ ეს კოლონა არ არის საკმარისი იმისთვის რომ თბილისი თუნდაც ახლა პანიკაში ჩავარდნილი დედაქალაქი დაიკავოს, მაგრამ მიმართულება ესაა და დათო მითხრა, კაიო, მაშინ იყავი ხაზზე და დაგირეკავრო და დამერეკა პრაღიდან, თვითონ იყო როგორც მახსოვს რეგიონული სამსახურის დირექტორი იყო და მგონი ვაშინგტონიდან იყო 1-2 კონგრესმენი და ჩვენი მთავარი სამეთვალყური სამჯოს ხელმძღვანელობა. და მოკლედ მოყევი რა ხდებოდა და ის დაემთხვა იმ მომენტს, როდესაც აი იგოეთთან ლამისყანასთან რომ ქართული ხო, სულაც ის მაქვს გადაღებული ქართული პოლიციის ორმა მანქანამ რო გზა გადაუკეტა და რომ მიაწვა ესე. და ეს აღწერე ეს მომენტი და მე დათო მკითხა, ყობა რა ხდებოდა, რას ფიქრობო და დათო მე არ ვიცი რა ხდება და რა საპირებენ რუსები, მაგრამ თუ ესენი მართლა წავიდნენ მეთქი და შევიდნენ თბილისისკენ მეთქი, მე მათ მეთქი მიკროფონით აღარ დავხვდები მეთქი. იმიტომ რომ უკვე ვიცოდი რომ გია ყარყარაშვილი და რამდენიმე ვეტერანი გორში ფიქრობდნენ რაღაც პარტიზანული მოძრაობის დაწყებას და იქ იყვნენ მაშინ, როდესაც ჯარებიც გავიდნენ და მე მიხვდნენ რომ გორის დაკავება შეუძლებელი იქნებოდა და ვიცოდი რომ ეს ბიჭები აიღებდნენ იარაღს და მე როგორც გია ჩემ მეგობრად და თანამებრძოლად ძალიან დიდ პატივისცემას და სხვები იყვნენ კობა კობალაძე, გენერალი ვოვა იმნაძე, სხვები ბიჭები, ძველი ნაუმრები აფხაზეთში. და სხვაგვარად აქვე ვიტყვი, რომ მიხეილ სააკაშვილის შეცდომა იყო ის, რომ რეზერვისტები გამოიძახე იქ და ჩამოიყვანე გორში ბიჭები, რომლებმაც არ იციან პირდიტველა ბიჭები, აგერ არიან ხალხი, რომლებიც იქ იყვნენ და მზად იყვნენ იარაღი აიღო სხვათა შორის. ვიცი როგორ დაწერეს ეს განცხადება პრეზიდენტის სახელზე, მე ვღებულობდი ამაში ეს არ მithქვამს არსად. მე მიკარნახეს და მე დავწერე ეს. და გაუგზავნეს პრეზიდენტს. მივიდა თუ არა პრეზიდენტამდე არ ვიცი, მაგრამ მისმა ბიძამ რო ეს წერილი ნახა და თუ მისმენს ბატონი თემური გორის სამხედრო ჰოსპიტალში დამეთანხმება და რომ ეთყურის არ ამბობ ეს მას მივეცი. და მე ნამდვილად ვიყავი იმ ჭკუაზე უკვე აჭრილი ვიყავი ძალიან